ამაუში უამრავი იშვიათი თევზია, მათ შორის გიგანტური მტკნარი წყლის ზვიგენები, მოსტრი, ლოკოები და ათასობით დოლარის ღირებულების კოი, მაგრამ სამწუხაროდ ეს აუზი მალე განადგურდება. და თუ თითოეულ თევზს არ დავიჭერთ და არ გადარდავარჩენთ, ისინი შეიძლება ყველა დაიხოცონ. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, რატომ უნდა გაანადგუროს ვინმე აუზი, რომელიც ათასობით დოლარის ღირებულების თევზითაა სავსე. სინამდვილეში ეს ოდესღაც ვიღაცის პირადი თევზების კოლექცია იყო და მან წლები გაატარა აქ თევზების ჩასმით, ცდილობდა ისინი რაც შეიძლება დიდები გაეზარდა. სამწუხაროდ მათ გადასვლა მოუწიათ და თევზების საყვანა ვერ შეძლეს. ახალ მფლობელებს კი მათი მოვლა არ სურთ. ამიტომ ორი დღე მოგცეს, რომ ყველაფერი დაგვეჭირა. თუ ამ დროში ვერ მოვასწრებთ, ყველაფერი დასრულდება და რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნებოდა. ღმერთო ძმაო, ზვიგენი ხდება. და რადგან ეს ჩვენი ყველაზე დიდი სამაშველო მისია იქნება, დაურეკე ჩემს მეგობარს ჯოშს სამერლენდის თევზის ფერმებიდან, რომ დამეხმაროს. ის ძირითადად კოებს აიყვანს, მე კი მტაცებლებს, რადგან ამდენი კოისთვის ადგილი არ მაქვს. პირველი მისია შევიდეთ შიგნით და ყველა კოი დავიჭიროთ. ამის შემდეგ კი აუზი უნდა დავცალოთ, რომ დიდი ლოკოები, დიდი ზვიგენები და კიდევ რამდენიმე დიდი აროვანა დავიჭიროთ. ეხლა ვხედავთ, უზარმაზრები არიან. ეს სიგიჟე იქნება. კარგი, წავედით ბიჭებო. აუზში შევდივართ? ანუ მე შევდივარ, ჯოში არა. არც ისე ცუდია, საკმაოდ კარგია. ძმაო შეხედეთ ციკლიდებს, ჩემს ფეხებთან მოდიან ძმაო, მჭამენ. ღმერთო, კარგი, წავედით. შეხედეთ ამ ბადის ზომას, ბიჭებო. ამით ვაპირებთ ყველა კოის დაჭერას. ღმერთო ჩემო, შეხედეთ იმ აროვანას ზომას. კარგი, დავიწყოთ. ეხლა ყველა თევზს მეჩხერ ნაწილში ვწევთ. ღმერთო ჩემო, რამდენი? ღმერთო ძმაო, ზვიგენი მოდის. აუ, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო მონსტრ ზვიგენებთან და მივხვდით, რამდენად საშიში იყო ეს ყველაფერი. ძმაო, იმ ზვიგენმა პირდაპირ წვივში დამარტყა. გამჭრა კიდეც. ძმაო, ამ ზვიგენმა გამჭრა. ბიჭებო, მოდი ჯოში, თუ გონია რომ ასე ადვილია. შემოდი აქ და შენ გააკეთე. არაა ცუდი მართლა. არაა ასე ცუდი. სანამ ზვიგენი საათში 40 მილით პირდაპირ წვივში არ დაგეჯახება და ძვალს არ მოგიტეხავს. ჯოშის დახმარებით შეძელით თევზების დაჭერა, მაგრამ მაინც არ იყო ასე ადვილი. შეხედე მაგის ზომას. სამი თევზი დავიჭირე, ღმერთო ჩემო. მერე მივხვდით, რომ მხოლოდ ზვიგენებს კი არ უნდა უფრთხილდებოდით. აქ ყველა თევზი ცდილობდა ჩვენზე თავდასხმას. ეს სიგიჟეა, ასე არაფერი გამოვა. არა, სხვა გეგმა უნდა მოვიფიქროთ. ეს კარგი არ არის. აქ 50 თევზია და ერთსაც ვერ ვიჭერ. ღმერთო, კარგი, 3 დავიჭირე. შენც ოსკარი დაიჭირე. კარგი, 3 კოი დავიჭირეთ. ეს დავიჭირე. შენ დამინახე, ესეც დაინახე. კარგი. მოდი ძმაო, შუაში. ღმერთო, პირველი თევზი დავიჭირე. შეხედე ამ კოის ზომას. კარგი, აი წავიდა პირველი, კოი დავიჭირეთ. კიდევ ბევრი დაგვრჩა, ღმერთო, ფრთხილად, ჯოში, კარგი. აი მეორე, ბიჭებო, წასულში ბევრი გიჟური სამაშველო მისია ჩაგვიტარებია, მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე დიდია. მიდი, შედი შენს მეგობართან ერთად. და ესენი პატარაები არიან იმ თევზებთან შედარებით, რაც იქ არის. იქ ნამდვილი გიგანტები არიან. არ გადახტე? ღმერთო, რას ვაკეთებ ამით? ოსკარ! ღმერთო, 4 თევზი დავიჭირეთ. კიდევ ბევრი დაგვრჩა, კიდევ ბევრი. კარგი, ისევ შევდივართ შიგნით. აი ზვიგენი, უყურებ ზვიგენს. ეგ არის, რომელმაც ფეხში დამარკა, ეგრევე ვიცანი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საშიში იყო, მაინც უნდა შევსულიყავით. და დანარჩენი თევზებიც გადაგვერჩინა, რადგან დრო იწურებოდა. ღმერთო, ყველა არაღმა მხარესაა შეკრებილი. ნახე ეს. ადვილია. არა. დავიჭირე. ღმერთო, შეხედე ამას. ეს რა ლამაზია. კარგი, ჯოში, ამას მანქანაში წავიღებ. შენ კიდევ სცადე, კიდევ რამდენიმე დაიჭირო. აი ეს. კოის დაჭერა ცოტა უფრო მარტივი ხდებოდა და ჯოშმაც კი მოახერხა აუზში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაიჭირა. ღმერთო ჩემო, ძმამაო, ეს რა დიდია. შეხედე ამ კოის. ღმერთო, რა მაგარია და საოცარი. იესო, უზარმაზარი. ღმერთო ჩემო. ეს თემზი ისეთი დიდია. დიდ აუზში მიდის. წავიდა, აი ეს, წავიდა. ეს უდავოდ ყველაზე დიდი კოია აქამდე. ეს სიგიჟეა. ბიჭებო, ამას მე დავიჭერ. მოდი. ზადი ძმაო. ეს მაგარი მომენტი იყო, ეს მე ESPN-ზე გავა. ეს მომწონ, შეხედე რა წითელია. რა მაგარია. ეხა როგორც თქვი, ჯოში კოის უმეტესობას თავის ფერმაში წაიყვანს. ყველა ის რომელიც მართლა მაგარი მგონია, მაგალითად ეს, ვიდეოს ბოლოს ჩემს აუზებში წავიებ. კარგი, ეხლა ამათ იმავე აუზში დავამატებთ, სადაც დიდი ბიჭიც იქნება ბიჭებო. ეხლა ვცდილობთ ყველა აუზი კოით შევავსოთ და როცა ავავსებთ სამერლენდის თევზის ფერმაში დავბრუნდებით. ყველა თევზს იქ დავტოვებთ და მერე დავბრუნდებით მტაცებლების დასაჭერად ვეცდებით. და ისინი ჩემთან სახეს გამოვიყვანთ, თქვენთვის მოვდივართ. სახეზე გვეკაწრება. ღმერთო. ღმერთო ჩემო. ჩვენ დავიწყეთ ამ კოის თევზების დაჭერა 1/2-ის მიყოლებით, მაგრამ აუზში ჯერ კიდევ ნახევარი იყო დარჩენილი. აიღე ძმაო, ეს დიდი თევზია. აი თქვენ ბიჭებო. ეხლა ვეცდებით ყველა დარჩენილი კოი დავიჭიროთ. ეს ნამდვილად მისია იქნება, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მეტი დარჩა. ასე რომ დიახ, მოგვიწევს ამ აუზის დაცლა რაღაც ეტაპზე. იმიტომ შეხედეთ, რამდენი თევზი აქვს. შეუძლებელია ყველა თევზის დაჭერა აუზის დაცლის გარეშე. აქვე ბევრი თევზია. ჯოში, ფრთხილად ზვიგენია.
დიდი ზვიგენი. შედი ბადეში, მოდი ვამბობ, ხო იცი? აქვე ბევრი თევზია. ჯოში, ფრთხილად ზვიგენია. ჭანდაბა ღმერთო ჩემო, ეს ზვიგენია, ჩემს ბადეშია. არა, მეშინია. ძმაო, ფეხები 100-ია. აგი, ერთი დავიჭირეთ. ის დიდი ჰაიფენის ლოკო დავიჭირე. შეხედე იმ თევზს, ღმერთო ჩემო. ჯოშს არ უთხრა. როგორც ხედავთ, აშკარად უკვე გვიჭირდა. ყველა თევზს უნდა წავიდეს ბიჭებო, და როგორც თქვი, 2 დღე გვაქვს ყველა თევზის გამოსაყვანად. და არ გვინდა რისკზე წასვლა. ესე დიდო. კარგი, ბიჭებო. ეხლა კიდევ ეთქოის ვირებთ და მე ფერმაში დავბრუნდებით. ალბათ მხოლოდ ნახევარი დავიქირეთ ჯერჯერობით. მაგრამ მოგვიწევს დაბრუნება და სიტუაციის თავიდან შეფასება. კარგი, აუცილებლად მოგვიწევს აუზის დაცლა. აუზი დავიჭირე. ეს დიდი ბატერფლაი კოია. ეხლა დროა ყველა კოი ჩავტვირთოთ აუზებში და ფერმაში გადავიტანოთ. ნელა, ასე წავიდეთ. და შემდეგ უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავიჭიროთ ყველა მოსწრი თევზი აუზიდან, სანამ ის განადგურდება. კარგი ბიჭებო, ფერმაში სტრესული მგზავრობის შემდეგ მივედით და ყველა თევზი კარგად და ჯამთელადაა. აქ ბევრი თევზია, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ბნელდება. მოდი თითოეულს დავიჭერთ და აუზში გადავუშვებთ. ყველა კოი მათ ახალ სახლში გადავიყვანეთ. აქ ალბათ 10-ზე მეტი თევზია, ზოგი ძალიან დიდია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ბიჭებო, ეხლა აუზთან დავბრუნდებით და აქედან ყველაფერი ძალიან გაგიჟდება. ეხლა უნდა დავიჭიროთ ზვიგენები, დიდი ლოქოები და ყველა სხვა დიდი მტაცებელი თევზი, რომლებსაც ჩემს სახლში წავიყვანთ. მოდი ისევ მოვემზადოთ და ვცადოთ ყველა მოსტრის დაჭერა. კარგი ბიჭებო, უკვე აუზთან დავბრუნდით და ეხლა წყლის გამოშვებას დავიწყებთ. ეს კი ამ დიდ თევზების დაჭერას ბევრად გაამარტივებს. ეხლა აქ დაახლოებით 12 კოი დაგვრჩა. 2 დიდი ლოქოა, 4 დიდი ირიდესცენტური ზვიგენი, 2 დიდი აროვანა და კიდევ ბევრი სხვა გიჟური მტაცებელი თევზი. მოდი დავიწყოთ წყლის გამოშვება. დავიჭერთ დარჩენილ კოებს და შემდეგ დროა დიდი ბიჭები დავიჭიროთ. და სანამ ზვიგენებს უვლით გვერდს, დარჩენილი კოებიც უნდა ამოვიყვანოთ. და დიდხანს არ დამჭირდა, რადგან თევზებს ბნელში ჩემი დანახვა არ შეეძლოთ. მათი დაჭერა ბევრად მარტივი იყო და სულ რამდენიმე წუთში თითქმის ყველა კოი დავიჭირე. 3 უკვე დავიჭირე და ეხლა მხოლოდ რამდენიმე დარჩა. დიდი ბიჭის დავიჭირე და ესე ბიჭებო, ყველა კოი დავიჭირე და ეხლა მხოლოდ დიდი ბიჭები დარჩნენ. და აქედან იწყება ნამდვილი საშიში ნაწილი. სანამ აქ კოის ვიჭერდი, მივხვდი რამდენად საშიში და შემაშინებელია ეს ყველაფერი. ეს თევზები მართლაც ძალიან დიდები არიან და რომ მოინდომონ მარტივად შეუძლიათ დამაგდონ. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში კათფიშით ვიწყებთ. კარგი, პირველი სამიზნე უკვე გვაქვს. ბიჭებო, ეს არის ციტელკუდა ვეფხვისებრი შოველ ნოუზის ჰიბრიდი. ღმერთო, ეს ძალიან დიდი თევზია. გთხოვ, ითანამშრომლე და შედი ბადეში. დავიჭირე, ნელ. თითქმის სახეში ჩამართხა. აქვეა ციტელკუდა ლოქო. შეხედე, ნელა. ნუ გაგიჟდები ძმაო, ღმერთო, ეს მართლა დიდი თევზია. კარგი, ჯოშ, მოდი აქეთ. გადმოგცემ. ერთხელ შევხედეთ იმ თევზის ნახატებს, რა ლამაზია. რა მაგარი კატაფიშია ეხლა. ეს კატაფიშები იმდენად დიდი იყო, რომ პლასტმასის პარკებში უნდა ჩაგვესვარო თერმოყუთში გადაგვეტანა. პარკშია. მიდი. მერთო ჩემო, უზარმაზარია. კარგი, ერთი უკვე დავიჭირეთ. კიდევ რამდენიმე დაგვრჩა. შეხედე ამას. აქ დიდი გარი ყავს. ამასაც წავიყვანთ. მოდი დაბრუნდი აქ. მოდი მისტერ გარი, შედი ბადეში, გავიჭირე. შეხედე ამას. ეს დიდი ბიჭია. მადლობა. კარგი, ვინ არის შემდეგი? აქ ჰიბრიდი მყავს. და ციტელკუდაც. ღმერთო, კარგი, ორივე აქეთ არიან. ეხლა კუთხეშია გაჭედილი. ბიჭებო, დავიჭირე, წითელი კუდი დავიჭირე. ღმერთო ჩემო, ბევრად უფრო დიდია ვიდრე მეგონა. შეხედეთ ამ რეპტილიის ზომას, ეს იქნება მეორე ყველაზე დიდი რაც გვაქვს. ნახეთ რა გრძელია. ეს წითელი კუდი ისეთი დიდი და აგრესიული იყო, რომ ჩანთაში ჩასმა ძალიან რთული იქნებოდა. უნდა დავშვიდე. მოდი. ეს ნამდვილად უკმაყოფილოა. ღმერთო ჩემო, წითელი კუდი ისეთი ძლიერი იყო, რომ ბადეში ნახრეთი გააკეთა და გაიქცა. მაგრამ საბედნიეროდ კიდევ ერთი შანსი მქონდა მისი დაჭერის. კარგი, მეორე რაუნდი. გთხოვ, ამჯერად ბადე აღარ გაახიო ძმაო. საბედნიეროდ ამჯერად შევძელი და ჩანთაში ჩავაგდე. წადი. შეხედეთ ამას. 2 დიდი ლოქო უკვე დავიჭირეთ. ბიჭებო, კიდევ ერთი დიდი ლოქო დაგვრჩა. იქ ზვიგენია. ნამდვილად არ მახარებს ამათ დაჭერას. შეხედეთ. ესე. ზვიგენზე მიდიხარ? არა, მიდიხარ. არა, მიდიხარ. ღმერთო ჩემო, აპირებ დაგლიჯო. რატო არ უნდა გააკეთო ეგ? რატო სცადე მისი დაჭერა? ღმერთო ჩემო, არ ვიცი ამას როგორ გავართნევ თავს. ეგ რაღაც თითქმის ორივეს მოკლავდა, ეგენი ტყვიასავით სწრაფად მოძრაობენ. ღმერთო ჩემო, ძმაო, ამ ზვიგენებზე ვნერვიულობ. ჯოში, პირდაპირ მუხლებში ჩამართხა. ეს კარგი არ არის, სერიოზულად დავიზიანებთ თავს. რა არის ეს? ეს ზვიგენია. შეხედე ზვიგენს. გადაიღე? ეს ზვიგენია, ძმაო, კეთილი იყო შენი მობრძანება.
აგი პირველი ზვიგენი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ეს რაღაც უზარმაზარია. ჯოში ფრთხილად ძმაო. შეიძლება ამოხდეს და თავში დაგარტყას. ეხლა დრო იყო რომ ზვიგენი ჩანთაში ჩაგვედო, თუმცა ერთი არასწორი მოძრაობა და პირდაპირ საავადმყოფოში შეიძლება აღმოჩნდეთ. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაიგე? ღმერთო, შეხედეთ ამ ზვიგენს. შეხედეთ ამას ბიჭებო. გიგანტური სისარტყელასფერი ზვიგენი. ეს არც ისე ცუდი იყო. საკმაოდ მარტივად გამოვიდა. ადგი, მან 4-დან ერთი ზვიგენი დაიჭირა. ფიქრობ არც ისე ცუდია. წავიდეთ დანარჩენების დავიჭიროთ. ეს რა არის? ჰიბრიდი დაიჭირე, კარგი. მესამე და ბოლო ლოქო. ეს დიდი ოფილა, ძმაო. კარგი, ვაკეთებ საქმეს, ძმაო. ეს ნამდვილი ურჩხულია. წავიდეთ. ღმერთო, ძმაო, გაჩერდი. ეგ რაღაცა ძალიან ძლიერია. შეხედე იმ თევზის ზომას, რომელსაც ეხლა ვამოძრავებთ. რა ხდება? დავიჭირე, მიდი. დაიჭირე. ფიქრობ კარგადაა. ბიჭებო, ეხლა კარგად მივდივართ. 3 დიდი ლოქო, უკვე უსაფრთხოდაა. 4-დან ერთი ზვიგენი დავიჭირეთ, შემდეგ კი დიდი აროვანები და რამდენიმე ოსკარი. ეხლა ისევ შიგნით შევალთ და იმედი მაქვს ეს ზვიგენები არ დაგვესხმებიან თავს. მიდი დაბრუნდებით შიგნით. ღმერთო, შეხედე იმ აროვანას, რა მხეცია. ვაგზელებდით ზვიგენების ძებნას, მაგრამ წყალი ძალიან ამღვრეული იყო და შეუძლებელი ხდებოდა მათი პოვნა. ხო, სამივე აქ არიან. ჩვენსკენ მოდიან. ღმერთო, კარგია, წავედით. დავიჭირე, ჯოში, ერთი დავიჭირე. ზვიგენი დავიჭირე. ღმერთო, რამ სუქანია ეს არსება. შეხედე ამას. ნახე რამ მსხვილია ეს ირიდესენტული ზვიგენი. შეიძლება ყველაზე დიდი იყოს, რაც კი ოდესმე მინახავს. კარგი, აი ასე. მეორე ზვიგენიც შიგნითაა. ეს უფრო ადვილი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ამის შემდეგ ყველაფერი უკეთესად წავიდა. ჯოშმა კიდევ ერთი დიდი ზვიგენი იყო. შეხედე რა პასი იყო. ვაუ, ნახე ეგ ბიჭი. ნამდვილი გუნდური მუშაობაა, არა? საშიში იყო. პირდაპირ ჩემკენ გამოიქცა. მადლობა ღმერთს, ბადეში ჩავიგდე. ეს ბიჭი უზარმაზარია. ღმერთო. და ისი აღფრთოვანებული ვარ. შეხედეთ ამას. ზვიგენების არმია ბავშვებო. 3 ზვიგენი უკვე დავიჭირეთ. ეს ნიშნავს რომ ერთი დარჩა, მაგრამ ჯოშმა თქვა რომ ის ყველაზე დიდია, ასე რომ ეს შესანიშნავია. ვეცდებით ვიპოვოთ, იმედია ავიყვანთ ისე რომ არ დავზიანდეთ, ხო? წავედით. უთხეში უნდა მოვაქციოთ. აი ისა. ვაუ. კარგი, ნახეთ აქ. ნახეთ ეს ბიჭებო. ეს პირველი აფრიკული ციხლიდია, რომელიც აქედან დავიჭირეთ. აქ 1000-ობითაა. ალბათ მოგვიწევს დაბრუნება და აუზის სრულად დაცლა. ან თევზის მახეების დაყენება, რომ ციხლიდები დავიჭიროთ. მაგრამ ეს მართლა ძალიან ლამაზია. ჩავაგდებ ციფჩანთაში და ხო, აქ აუზში 1000-ობით ასეთი თევზია. კუთხეშია, ხედავ მას? ხო, აი მოდის. კარგი, არ უნდა დავკარგოთ. ეს ასება საათებია გვემალება. არა, უბრალოდ ბადეში გავხსენი ხვრელი. არა, ეს რა არის? ჰაიფინ ლოჩი. ხო, ამას კუთხეში დავაბრუნებ და ნახე ეს. კიდევ ერთი მაგარი აფრიკული ციხლიდი დავიჭირე. ეს აქ ტროფეუსია, ესეც დიდია. ორივეს კონტეინერში ჩავდებთ და გავაგრძელებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ მეოთხე და ბოლო ზვიგენს, მაგრამ ეს ძალიან მაგარი თევზია. შეხედე ამ თევზს, ღმერთო ჩემო. აი კონტეინერში მიდიან. ასე რომ ეს არის რაც აქამდე დავიჭირეთ გარი, ჰაიფენ ლოჩი, დიდი წითელკუდა ლოქო, რამდენიმე ზვიგენი, 2 ჰიბრიდი და ოსკარი. ასე რომ აუზში მხოლოდ რამდენიმე თევზი დაგვრჩა, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მათ დაჭერას. აქ შეხედე. კი, დავიჭირე, ოსკარი დავიჭირე. დაიცადე, მე კოი დავიჭირე, კიდევ ერთი კოი. კარგი, კიდევ ერთი ორმაგი. მე გიგანტური ოსკარი დავიჭირე, ჯოშმა ბოლო კოი დაიჭირა. ძალიან მაგრად გამოგვდის ვიღებთ მათ აქედან. კარგი, ოსკარი წავიდა და კოის დანარჩენებთან ერთად. და ბევრი ძებნის შემდეგ ბოლოს შევძელით ბოლო ზვიგენის დაჭერა. დიახ. ეს ყველაზე დიდია. კარგი, არა. ყველაფერი კარგადაა. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად ყველაზე დიდია. ჩვენ შევძელით ბოლო ზვიგენი. ეხლა მხოლოდ 2 აროვანაა დარჩენილი. ნახეთ, აი ერთია იქვე. ორივე აქაა, ორივე. კარგი, მოდი ზვიგენი ჩავდოთ გამაგრილებელში და დავიჭიროთ ეს აროვანები. ნახეთ, მეოთხე და ბოლო ზვიგენი. ეს რაღაცა უზარმაზარია. ღმერთო ჩემო. კარგი, ხო, სახლამდე ამათ ასე მოგვიწევს. წაყვანა, გვისურვეთ წარმატება. აი დიდიც გამოჩნდა. ჯოში დაიჭირე. ღმერთო ჩემო. ნახე ამას, თითქოს არასწორად გილას მოხვედი. ვაუ, ხო, კარგი. შეშვილები აღარ გეყოლება, კარგი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აროვანაა, რაც კი ოდესმე მინახავს, ნამდვილად უფრო დიდია ვიდრე ჩემი რომელიმე. ნახე, ეს ორჯერ დიდია ვიდრე ჩემი ყველაზე დიდი. ღმერთო ჩემო, ეს უზარმაზარია. ღმერთო ჩემო, ეს აროვანა ძალიან დიდია. აუზებზე ბადეებს დავაფარეთ, რომ არ გადახდეს. ღმერთო ჩემო, ეს საოცარია. რა ნადირიაო. და იქ კიდევ ერთი არის, ცოტა პატარა. და ეგაა. თქვენ ბიჭებო, ყველა თევზი ავიგეთ, კიდევ ერთი დარჩა. მოდი ავიყვანოთ და ჩემს სახლში დავუბრუნდეთ. ნახეთ ბიჭებო, ეს არის ბოლო თევზი, რომელსაც ვცდილობთ დავიჭიროთ. პატარა აროვანაა. მოდი დავიჭირე. ის ძალიან პატარა ჩანს იმ დიდთან შედარებით, მაგრამ სინამდვილეში თვითონაც საკმაოდ დიდია.
ასე რომ წავედით ბიჭებო, ჩავთვითავთ მას მანქანაში და ჩემს სახლში დავბრუნდებით. ბიჭებო, თუ გინდათ მეორე ნაწილი ნახოთ, სადაც დავბრუნდებით და ვეცდებით ყველა ციკლიდი დავიჭიროთ, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ და ალაიქეთ. მაგრამ ხო, წავიდეთ სახლში, კარგი ბიჭებო. უკვე ჩემს სახლში ვართ და ორი აუზი გვაქვს სავსე, დიდი მტაცებელი თევზებით და ეხლა მათ ჩემს ეზოში სხვადასხვა აუზებში დავამატებთ. დავიწყებთ 4 გიგანტური ირიდესცენტური ზვიგენით. ყველა 4 ციკლიდების აუზში დავამატებთ. აქ უკვე ბევრი ზვიგენი გვყავს, ასე რომ პირველი მიდის. მოდი ძმაო. მათ ცოტა დრო დასჭირდებათ ადაპტაციისთვის, მაგრამ აქ კარგად უნდა იგრძნონ თავი. აი პირველი წავიდა, ღმერთო რა დიდია. ეს დიდი ბიჭია. კარგი, დავიჭირეთ. მეორე ზვიგენი, წავედით. კარგი. აი მეორე წავიდა. უკვე მზადაა, შეხედე ამას. კიდე 2 ზვიგენი ქონდა დასამატებელი აუზში, ასე რომ ისინი შევიყვანეთ და შემდეგ დიდი ლოქოს დრო დადგა. კარგი. ჯერ ამ 2 დიდ ჰიბრიდს გამოვიყვანთ აქედან და მტაცებელთა აუზში დავამატებთ. წავედ. პირველი ლოქო და აი ისიც შევიდა აუზში. ნახე რა ლამაზია ეს კატაფიში. დიდი ლინდა პირდაპირ მის ქვემოთა. ვაუ, მართლა შეგიძლია დაინახო, რამდენად დიდია ბინგ ლინდა იმ უზარმაზარ კატაფიშთან შედარებით, რომელიც ახლახან ჩაუშვით. ის ნამდვილი ურჩხულია, ეს სიგიჟეა. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, როგორ გეყოფათ ადგილი ამდენი მონსტრი თევზისთვის. გეგმა ასეთია. კიდევ ერთ ასეთ მტაცებელთა აუზს დავაშენებთ მეორე მხარეს. ასე რომ, ორჯერ მეტი ადგილი გვექნება დიდი თევზებისთვის. ეს ძალიან მალე მოხდება. ეხლა კი მოდით მეორე ჰიბრიდით ჩაუშვოთ აუზში. დამშვიდე, კარგი. აი, წავიდა, ძალიან ცოცხალია. წავიდა აუზში. და ეხლა თქვენ ბიჭებო, მესამე და ბოლო კალათევზა, რომელსაც ამ აუზში დავამატებთ, ის უზარმაზარი წითელკუდა ლოქოა. მოდით წავიყვანოთ ის. ეხლა წითელი კუდი ამ აუზშია, აროვანებთან ერთად. ვერ ვიტან, როდის ჩაუშვებ ამ აროვანას მტაცებელთა აუზში. ეს მართლა უზარმაზარია. შეხედეთ ამ თევზს, ღმერთო ჩემო. და ეს ბიჭი ძალიან დიდია, ძალიან გრძელია. ეს მართლაც უზარმაზარია. აქ, მოვიყვანეთ აქ, წავედით და ეხლა ოფიციალურად ყავს არმია. გონია რომ ყველაზე მტაცებელი კალათევზები ყავს YouTube-ზე. აქ ეხლა ბევრი თევზია. ეხლა კი ბიჭებო, დროა, აროვანები ჩაუშვათ ამ აუზში და ეს სიგიჟე იქნება. წავედით, მივდივარ, ჯერ დიდ ბიჭს გამოვიყვანთ აქედან, რომ დავრწმუნდეთ, კარგადაა. ღმერთო ჩემო, რა დიდია. შეხედეთ ამას. ეს როგორ შეიძლება იყოს ნამდვილი? ეს უზარმაზარი აროვანაა, ბიჭებო. ეხლა ჩვენ ყავს უზარმაზარი აროვანა და პატარა აროვანაც. წავიდეთ, ისიც გამოვიყვანოთ. კარგი, ის ძალიან ცოცხალია. იკლაკნება, უნდა წავიდეს. და მეორე აროვანას წავიდა, შვენიერია. ეხლა კი დარჩა მხოლოდ გარი, ჩინური მაღალფარფლიანი ლოჩი და ოსკარები. ეხლა გავაგზავნებთ და გავუშვებთ გარისა და მაღალფარფლიან ლოჩს ციკლიდების აუზში. ისინი მიდიან ძალიან მაგად გამოიყურებიან იქ ეს ძალიან მაგარია. და აი ისიც წავიდა. და ეხლა ეს ბიჭი უზარმაზარი ჩინური მაღალფარფლიანი ლოჩი ძალიან მაგარი თევზია. ნახვამდის, კარგი, 3 გიგანტური ოსკარი აუზში შედის. წავიდნენ. ვაუ, მართლაც დიდები არიან. და როგორც თქვი, ასევე უნდა გადმოუშვათ კოი თევზებით, რომლებიც გადავარჩინეთ. მეორე დღეს ისინი წავედით სამერლენდის თევზის ფერმაში, რომ ყველაზე ლამაზები აგვერჩია. ამ აუზში ჩვენს უკან არის ყველა კოი, რომელიც გუშინ გადავარჩინეთ. ეხლა უნდა ავარჩიო 4 საუკეთესო, რომ ჩემს აუზებში წავიღო. დამარწმუნე ჯოში, ბოლოს და ბოლოს კოი თევზებს ვიღებ. ხო, აი ეს ერთია. ის დიდი მომწონს აუცილებლად უნდა ავიღოთ დიდი. მახსოვთ ის ერთი გახსოვს, როგორ გადმოხდა და სახეში მოგხვდა. კი, ეს აუცილებლად უნდა ავიღოთ. შეხედე ამ კოის ზომას. ხო, ეს სახში მიმყავს. კარგი, პირველი კოი ავარჩიეთ. კიდევ 3 დაგვრჩა. იესო, ეს მართლაც უზარმაზარია. ვინ დარბის ასე? კარგი, შემდეგი რომელი იქნება? ერთს ხედავ იქ, მუქი წითელია, შავი ლაქებით. გონი იმას ვეცდებით რომ დავიჭიროთ. ნახე, ეხლავე მოდის. ხო, ეს მართლა მაგარია. აუცილებლად უნდა ავიღოთ ის ერთი, ის ჩემი ფავორიტია. ღმერთო, შეხედე ამ ფერებს. კარგი, დიახ, ამას აუცილებლად ავიღებთ. ეს მართლა სახალისოა. ბიჭებო, რაღაცას სული დღეს კოის ვყიდულობთ. ჩვეულებრივ, დიდ ეგზოტიკურ თევზებს ვეძებთ, მაგრამ კოისაც უნდა ვაჩვენოთ სიყვარული. ესენი საოცარია, აიღე ისინი. ჯოშმა დაიჭირა. შეხედე ამას, რა ლამაზია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კოია, რაც კი ოდესმე მინახავს. კარგი ჯოშ, კიდევ ერთი დაგვრჩა, იცი რა? ამჯერად შენ აგარჩევინებ, კარგი? რომელი გინდა, აიღე. ყველაზე ლამაზი გთხოვ, აიღე ერთი. ძმაო, ეგ მომწონს. დიახ, კარგი არჩევანია ჯოშ, მადლობა. ეს ულამაზესია. ესეთი რამ არასდროს მინახავს. შეხედე ქერცლებს. კარგი, 4 კოი ავიღეთ, ჩავტვირთოთ. და ჩემს სახლში დაბრუნდეთ, იქ ნახავთ მეგობრებო. კარგი, სახლში დაბრუნდით და ახლახან დავამთავრე ყველა კოის ჩემს ეზოს აუზებში ჩაშვება და ისინი საოცრად გამოიყურებიან. ისინი პირდაპირ აცოცხლებენ აუზებს. და ხო, დღეს ბევრი ძალიან მაგარი თევზი გადავარჩინეთ, ასე რომ თუ მოგეწონათ, გთხოვთ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ მეგობრებო, შვიდობით.